ეს მოხდა 74-დან 79 წლამდე. მეექვსე წელს დამიჭერეს მაგადანის მხარეს. იქ გავიცანია ყოფილი პირველი მდივანი გომონოვი ვასილი ივანიჩი. და ემამეთხოვი ქართველები ძალიან მიყვარს პატივისცემდნენ და ხვალე მოდი ჩემთან დაგეხმარები რა შეგინდაო. მეც მივედი მეორე დღეს. რა არ შემთავაზა სამუშაო მე ყველაფერზე ვარი უთხარი. მე მითხრე უცხოენა თუ იცი. კი როგორ ავიცინებდი. სხვა ჩამოვედი მოსკოვში და უნივერსიტეტში ვიღიდე მასწავლებლის დიპლომი. და დაბრუნდი უკან. ჩახოდი. კი, დაბრუნდი უკან. ეხლა ვფიქრობ, რამანდა მე ინგლისური შევასწავლო. ჩემი ენა სხვაზე ნაკლები დიდიანი დავაწყებიე ქართული ანბანის შესწავლა ბავშვებს. შევასწავლე ეს ქართული ანბანი და მე უკვე მეგრული წარმოთქმა გავხედე. უკვე ლაპარაკო თავისუფლად მეგრულად. მე უკვე მიხარია. მეექვსე წელია უკვე გამოვიდა მე-5, მე-6, მე-7 კლასი, მე-10 კლასი მბავდა. გამოსაშვები კლასი. გამოსაშვები და ერთი ნინაკა იყო გვარად. ეს როგორც ჩვილი ისე მიყვარდა. სანადიროდ ვიყავი წასული და რო დაუბრუნდი. მითხრე არა შევეკითხე ხლა ბავშვებს, მეგრულად შევეკითხე. სწორედ კი ნინაკა იმათ უთი. მას ნინაკაით მიდართუ, სომიდართუ მათ. მიდართუ გურაფუშავა მოსკოვში დამარტყა თავში ფეხებში გამივიდა. პირველად შესაძლებლად მოსკოვში. მოსკოვში უნივერსიტეტი ლომონოსოვის. რაენა იცოდა ინგლისური ვიციოდა. მოგვანეს ლექტორი ინგლისურის. ამან დაუწყო ინგლისურად ლაპარაკი ეს უგულებს ვერ გაიგო ვერაფერი. ამან მეგრულად მისხო. ახლა ავტოდორიდან გამოდის ეს ინგლისურის ლექტორი რეუნობა. რაენას ლაპარაკობს არ ვიცი. ასეთი ინგლისური არ მოიწმენია და არ ვიცი. ეხლა შევიდა ესა ფრანგულად და ეს მეგრულად ლაპარაკება. და ბოლოს ახლა გავხედეთ და რაენა კაცოშვილი ვერ გაიგო. მე ჩინურიც მონახეს, ყველა მონახეს ესენი და ვერ გაიგო რაენა იყო და მე ახლა უთქვი მოდი კაც ადესხადი ნახოთო. ადესხადი ხო ვაკეთე ხელს. და ეკანა ატერია მაგადანსკი ობლასტ ბილიბინსკი რაიონის საპოსტულო აუდიტი. პირველი ინტერნატი. მასწავლებელი უცხოენა ინგლისური მასწავლებელი თამაზინოდი. და მე დამიჭერეს ვაწელი მომწესრიგის გულისთვის.